ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად რა ეტაპები უნდა გაიარონ და უსაფრთხოების რა ნორმები უნდა დაიცვან მეწარმეებმა, რომ მათი ნაწარმი ევროპულ ბაზარზე გავიდეს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ფერმერებისთვის ვივაჭროთ ევროკავშირთან დაბრკოლებების გარეშე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. რა პრობლემებთან არის დაკავშირებული პროცესი და როგორია მისი გადაჭრის გზები? თამარ კიკნაძე თემის დეტალებით. რა უპირატესობებით შეუძლიათ ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მეწარმეებმა და რა უნდა გააკეთოს საამისოდ. საკითხზე ადგილობრივ ფერმერებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანია ამჯერად ევროკავშირის პროექტ შევეგებოთ ევროპას წარმომადგენლობამ დაიწყო. გვინდა ადგილობრივ მეწარმეებს გამოვმარტოთ ის უპირატესობები, თუ რა უპირატესობა აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას. მსგავსი სემინარები ტარდება საქართველოს 9 ქალაქში. ევროკავშირი ამ ხელშეკრულების მიხედვით ხსნის თავის ბაზარს, თუმცა აწესებს გარკვეულ მოთხოვნებს, რაც უნდა დააკმაყოფილოს ქართულმა პროდუქციამ იმისთვის, რომ მოხდეს ეს პროდუქცია ევროპის ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად ყველა ის უწყება, ვინც ჩართულია ამ სფეროში, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვაცნობთ მათ იმ მოთხოვნებს, იმ წესებს და შესაძლებლობებს, რასაც ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება. წარმოებული პროდუქტის უვნებლობა, რომ აუცილებლად მაღალ სტანდარტს არ გულისხმობს, ეს დღევანდელ შეხვედრაზე მეწარმეებისთვის მთავარი ახალი ინფორმაცია აღმოჩნდა. შეხვედრაზე გაკეთებული განმარტებების მიხედვით ნაწარმის ევროპაში შესატანად ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის უსაფრთხოებაა. პროდუქტი უვნებელი უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის. ეს არის მეწარმის გადასაწყვეტი, როგორი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს და ევროკავშირში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხარისხი არ რეგულირდება. ევროკავშირში რეგულირდება მხოლოდ უსაფრთხოება. რაც შეეხება სტანდარტებს, იგი კონკურენციის გათვალისწინებით ასევე მეწარმის, ბიზნესისა და ბაზრის გადასაწყვეტია. თუმცა როგორც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, მათ მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით მაღალი სტანდარტის პროდუქტის შესაქმნელად დაინტერესება გაზრდილია. თუ 2011 წლამდე მეწარმეების მოთხოვნა ძირითადად იყო ის, რომ მათ ჭირდებოდათ GOST სტანდარტები და საბჭოთა მიმართულების სტანდარტები, დღეს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე. დაახლოებით 90% მეწარმეებისა ითხოვს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა იმ მეწარმეებისთვის, რომელთა პროდუქტმაც ევროპული ბაზარი უკვე იხილა, თუმცა ისინი დღეს სხვა პრობლემაზე საუბრობდნენ. მეფუტკრეობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ის პრეპარატები, ბიოპრეპარატების ჩვენ არ შეგვიძლია ის პირდაპირ წარმოებისგან არ არსებობს ისეთი ორგანიზებული სახელმწიფო რაღაცა ან დაწესებულა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ის ავიღოთ. ჩვენ ამას ჩვენით ვიწერთ, მოგვაქვს. მეწარმეებისთვის სხვა გამოწვევებზე საუბრობენ შეხვედრის ორგანიზატორები. მათთვის მნიშვნელოვანია საწარმოს გადაიარაღება და ისეთი ადამიანები, რომლებიც ევროპის ბაზარზე პროდუქტის გატანის ყველა პროცედურაში იქნება გარკვეული. გადაიარაღების დანახარზე სახელმწიფო სთავაზობს მეწარმეების განვითარების სააგენტოს დახმარებას ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერაზეა საუბარი. უმნიშვნელოვანესი ასევე არის ის, რომ ადამიანური რესურსით იყვნენ უზრუნველყოფილი საწარმოები და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ კარგად გააკეთონ ანალიზი, თუ რა პროცედურები აქვთ გასავლელი იმისთვის, რომ პროდუქტი ბაზარზე შეიტანონ. ევროპული ბაზრის სტანდარტებსა და ხელმისაწვდომობაზე ევროკავშირის პროექტი შევეგებოთ ევროპას დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად კონსულტაციებსაც სთავაზობს.